კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა და დღეს ლიპარასკეობაა, ჩვენი გადაცემის დღე და დღეს მინდა წიგნი კი არა, წიგნის რვეული წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ სათაურის რაღაცნაირი აქვს, ხო, ესეთი ლამაზი თითქოს და ცნობის მოყარე სათაური, წიგნის რვეული როგორ უნდა, რა შეჭირდება წიგნის რვეული რაღაც სხვა რამისთვის გგონია, მაგრამ ზუსტად ეგ არის ამბავი, რომ წიგნისთვის განკუთვნილი რვეულია. წიგნს რო წავიკითხავ, შეგვიძლია რომ ამ რვეულში მე რაღაცები შევავსოთ. ეს არის მარიამ ჯამდელიანის მასწავლებლის და ავტორის უკვე წიგნის ავტორის რვეული და თითო ერთი წიგნისთვის არის ეს ერთი რვეული. შეგიძლიათ არჩიოთ თქვენთვის საყვარელი წიგნი. მე მაგალითად შევარჩიე, რაც წინა ლიპარასკეობაში ჩავწერეთ პატარა პრინცი, აი პატარა პრინცით შეიძლება შევავსო ეს რვეული ზუსტად და რამდენიმეს გაგაცნოთ მე რა ხდება, როგორ ავსებთ. ეს თან ნებაყოფლობითია. თუ მოგეწონებათ, მე სხვა რვეული თქვენებურად შეგიძლიათ დაწეროთ და შეავსოთ და დახატოთ კიდევაც. მოგეთ პირველი არის ავსებ ვისი რვეულია, ვინ ხარ შენ და ვისი წიგნის რვეულია. მე აი აქ არის ნახეთ წიგნის რვეული ვის ეკუთვნის, ხო, საკუთარ სახლის დაგვარს ჩაწე. მე არის რომ გაგვიზიარე რას კითხულობ, იწყებ წიგნის კითხვას, ყდას ხატავ წიგნისას, ავტორს წერ და თელ ყველა ფურცელზე რაღაც ამბები ხდება. კითხვებს ვამ, პატარა ამოცანებს აკეთებ, გმირის პორტრეტს ხატავ, საცხოვრობ ადგილებს აკეთებ, მაგალითად მე გმირად ჩავწერდი პატარა პრინცს. ან შეიძლება თქვა, რომ ზოგ გვერდზე ნახავთ, რომ ვინ გინდათ იყოთ, რომელი პერსონაჟი იქნებოდი წიგნიდან. აი მე დავფიქრდებოდი, პილოტი ვიქნებოდი თუ პატარა პრინცი. აი ფრინავი ვიქნებოდი თუ პატარა პრინცი, ამაზე დავფიქრდებოდი. კიდევ ერთი არის ესეთი აქტივობა დაასრულე წინადადებები და აქ არის რომ აი მაგალითად მე ველოდი რომ აი რას ველოდი, როგორ გაგრძელდებოდა თითქოს. ან ამ გმირი რო ყოფილიყავი ზუსტად, როგორ მოვიქცეოდი, რას ვიზამდი. არის ჩანახატების გაკეთება, კითხვა რო დაიწყე, მაშინ რა გააკეთე და მოგეთ ყველა გვერდზე ამ წიგნს რო ესე ფურცლავთ რვეულს, რო ფურცლავთ წიგნის რვეულს, ყველა გვერდზე სხვადასხვა ამბავს პოულობთ. ზოგგან ხვდებით ილუსტრატორი, აი მაგალითად მეც მიყვარს ხოლმე წიგნს რო ვკითხულობ, მე რო ხატავ ხოლმე და ზუსტად საჩემო გამოდის, რომ ფანქა შეგიძლიათ აიღოთ, აი მაგალითად მე ეს დავხატე. ეხლა ფურცელზე დავხატე, მაგრამ მე შეგიძლიათ რომ პირდაპირ აქ ჩახატოთ და აი ეს არის შეიძლება ჩააწებოთ ფურცელზე დახატული, როგორც მოგინდებათ, როგორც მოგიხერხდებათ. აი ესეთი პატარა პრინცის ამბები ჩავხატე, მე თქვენს წიგნს ჩახატავთ, რომელსაც კითხულობთ. გმირის პრობლემა შეგიძლია აღწერო, წერილი შეგიძლია მიწერო მთავარ პერსონაჟს. მოგეთ ეს არის მთელი გამოცდილებებით, მარიამს აქვს წიგნის კლუბით, სათილის მოქმედა და იქ ეთყობა რაც დააგროვეს ეს კითხვის დროს გამოცდილებები, ერთ რვეულში მომყარის თავი. და ამ სიტყვების კივრიც არის, რომ ლამაზ სიტყვებს შეაგროვებთ. მოგეთ ბევრი ამბავი ხდება, რითაც შეგიძლიათ რომ გაერთოთ და ბოლოს წიგნი შეაჯამოთ კიდევაც და თუ მოგინდებათ ახალი შექმნათ. იმიტომ რომ ყველა წიგნს ამდესაც წაიკითხავთ, ყველას ხوار გააკეთებთ ამას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი რვეულები, ან ყველა საყვარელი წიგნის რვეული გქონდეთ და სავალდებულო კი არ არის, ეს არის სასურველი იქნება თქვენთვის ამის შევსება, რომ თან ითამაშოთ. ერთგვარი ტესტირება გამოდის საკუთარი თავის შეფასება თითქოს და მონაწილე ხდებით წიგნის მე, აი წიგნის რვეული გამოდის, ხო, ერთად იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს რვეული კიდევ და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, კიდევ მეტად გაიპრანჭება, გალამაზდება, გაიზრდება და ბევრი ბავშვის და შეიძლება დიდისაც საყვარელი წიგნის რვეული გახდეს. მეც დიდი ხანია უკვე 10 წელზე მეტია ვიწერ, რომელ წიგნს ვკითხულობ და ეს არ მომფიქრებია ხოლმე თავიდან და რაც მინახავს მე უცხოური, სადაც ბევრ უცხოურიდან ნათარგმნი უცხოინდან მსგავსი რვეულები, დღიურები, მაგრამ ეს რვეული რაღაც ორიგინალური და ლამაზია ჩემი აზრით და თუ მოგეწონებათ, თქვენ შეგიძლიათ ან ნახოთ, ან თქვენ თვითონვე შექმნათ. დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთს ჩვენ შემდეგ პარასკევს შევხვდებით წიგნიდან წიგნამდე. აბა დროებით. ნახვამდის. დიდი მადლობა მარიამს და მადლობა წიგნებს და რვეულებს, რომლებიც ჩვენს ფიქრებს და აზრებს გვამახსოვრებინებენ. დროებით.